მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია ჯვარის ხმა. თქვენთვის სტუდიაში მარიამ შეროზია ვმუშაობ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი იქნება აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი, რომლის ისტორიის მოსმენა ძალიან ბევრი თქვენთაგანისთვის იქნება ძალიან საინტერესო და ემოციური, რადგან თუ საუბრობთ თანამედროვე ძლიერ ქალებზე, სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ჩვენი სტუმარი, ქალბატონი ლეილა ბუთბაია, ვინ არის და რამხელა საქმეები აქვს ნაკეთები ჩვენი რაიონისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ამას უკვე თვითონ მოგვახსენებს. მოგესალმებით ქალბატონო ლეილა, მადლობა რომ დრო გამონახეთ და ხართ ჩვენი მადლობა რომ მომიწვიეთ. დიდი მადლობა ქალბატონო მარი. ძალიან შორს რომ წავიდეთ წარსულში და დავიწყოთ თავიდან თქვენი დევნილობის ისტორიით. 31 წელია უკვე გასული, ზუსტად ოქტომბრის თვეში ჩამოვედი აქ. იყო 1993 წელი. ყველამ ვიცით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მერე მოგვიწია დატოვება აფხაზეთის და სვანეთის მთა დავლაშქრა და იქიდან ჩამოვედი, აღმოჩნდი ჯვარში. შემოდგომა იყო ჯვარში, ქუჩებსა და გზებში ყველგან სხვადასხვა ასაკის ბავშვები დარბოდნენ. მე როგორც ყოფილ მასწავლებელს გული წყდებოდა იმაზე, რომ ბავშვები ასე უპატრონოდ დარბოდნენ ეზოებში და სულ მათზე ვფიქრობდი. ჩემი გასაჭირის მყოფნი და ძალიან მძიმე იყო ჩვენი ცხოვრება. აი იმ გზაზე რომ მოგვიყვეთ სვანეთის გზა მართლაც ძნელი მოსაგონარია ჩემთვის. ძალიან ცუდი რაღაცეები ხდებოდა. ადამიანები ძლივს გადაუჩნენ მას გოლგოთას გზა უწოდეთ ჩვენ მაშინ. იღუპებოდნენ გზაში. მანქანებით მოვდიოდით, მაგრამ ბენზინი მთავრდებოდა, არა ჩვენი მშველელი არ იყო და ჩვენ ვტოვებდით ამ მანქანებს, ზოგი კლდეში აგდებდა და ასე ვაგრძელებდით გზას. ხან ხის ძირას გვეძინა, ხან სადღაცა ღიად. ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ღმერთმა მოგცა ის ძალა, რომელიც ჩვენ სადღაც მიგვიყვანდა დასახლებულ პუნქტამდე. გვითხრეს, რომ ქუთაისში უნდა წავსულიყავით, მაგრამ რაღაცა ავერჩიეთ, რომ აფხაზეთთან ახლოს ვიქნებოდით და გადავწყვეტეთ ჯვარში ჩამოვსულიყავით. მე არასდროს ჩემ და სამწუხაროდ არასდროს არ ყოფილვარ ჯვარში. ოჯახთან ერთად მოდიოდით? ოჯახთან ერთად, დედ-მამასთან ერთად. 35 წლის ვიყავი და აი 31 წელია მას შემდეგ გასული, რომ დავრჩი ჯვარში და ვაგრძელებ ცხოვრებას. ძალიან კეთილი ადამიანები ცხოვრობენ აქ. თბილად მიგვიღეს, ძალიან ბევრი ვიყავით, ძალიან ბევრი, მაგრამ რაღაცა უნდა გამეკეთებინა. აფხაზეთიდან დევნილ მასწავლებელს არ მიცნობდნენ და წავედი თბილისში და ვაცნობე აფხაზეთის სამინისტროს, რომ აი არიან ბავშვები და იმათთვის რამის გაკეთება თუ შეიძლება. მაშინ ადგილობრივი საბავშვო ბაღიც არ ფუნქციონირებდა, ხელფასები არ იყო, ძალიან ცუდი დრო იყო. ანუ ჯვარში რომ მოხვედით, დაახლოებით რომ აგვიღწეროთ, რა ვითარება დაგხვდათ და რა იყო ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა მაშინ აი იმ დევნილობის დასაწყისში? ყველაფრის პრობლემა იყო, აბსოლუტურად ყველაფრის. მოშლილი იყო საერთოდ ყველაფერი და აი ეს პროდუქტებიც კი გვიჭერდა, მისი შოვნაც კი გვიჭერდა და ახლა ამ გადასახედიდან ვფიქრობ, როგორ გავუძელით ამას ყველაფერს. პურის რიგები იყო, რა ვიცი, აი ძალიან ძნელია ჩემთვის იმის გახსენება, შემზარავია მოკლედ ის პირობები, მაგრამ მე მაინც ვოცნებობდი, რომ რაღაცა გამეკეთებინა და ამიტომ გადავწყვეტე წავსულიყავი თბილისში და ვაცნობე, რომ არიან ძალიან პატარა ასაკის ბავშვები ქუჩაში, ხომ შეიძლება რომ გავხსნათ საბავშვო ბაღი. მაშინ მითხრეს, რომ კი ჩვენ გაგიხსნით, მაგრამ იქაურ მთავრობას თუ უნდა ეს, მაშინ უნდა მოიტანო მომართვაო და ეს იყო, ეს იგი რომელი წელი, 96 წელი იყო, უკვე 93-დან 16 წლამდე ვწვალობდით და მაინც ვერ განვახორციელე ჩემი მიზანი. შემდეგ იმ დროინდელმა მთავრობამ
მომცა ის მომართვა, მითხრეს რომ აი ხელფასები ჩვენ არ გვაქვს, მივესალმებით ასეთ წინადადებას, გააგრძელეთ როგორც გინდათ ისე მოაწყეთ, ჩვენ გამოგიყოფთ ტერიტორიას და დანარჩენი თქვენზე არისო მითხრეს. მაშინ მე უკვე დანიშნული ვიყავი არარსებული საბავშვო ბაღის გამგედ. იმიტომ რომ იქ აფხაზეთში რომ მუშაობდი სკოლაში იცოდნენ რომ გავაკეთებდი აუცილებლად ამ საქმეს. მეც მჯეროდა და იმათაც დამიჯერეს. ეს იყო ხელი შემიწყეს. ახლაც ცრემლი გერავათ ფაქტობრივად ძალიან მიჭირს შეგეკითხოთ, მაგრამ მეც ძალიან მიჭირს. ძალიან დიდი ძალა უნდა გჭირდებოდეს ადამიანს შინაგანად, რომ გამოიარო ეს ურთულესი გზა, რასაც თქვენ თვითონ უწოდეთ გოლგოთას გზა. იქ დატოვა ყველაფერი, რაც თქვენს მშობლებს უშენებიათ, თქვენც იმ 30 წლის განმავლობაში გიშენებიათ, მოხდეს სრულიად უცხო ქალაქში, რომელიც მართალია, რომ ფაქტიურად ჯვარი იყო ერთ-ერთი ქალაქი, რომელმაც ყველაზე დიდი რაოდენობის დევნილებს უმასპინძლა და თბილადაც ჩაიკრა გულში, მაგრამ მაინც უცხო გარემოში მოხდა. გიჭირდეს თუნდაც მოიძიოს საკვები, თუნდაც მიზერი, რაც ადამიანს არსებობისთვის სჭირდება და ამ დროს ესეთი თითქმის პატარა გოგონა ფიქრობდეთ სრულიად უცხო ბავშვებზე, რომლებიც თქვენსავით იყვნენ დევნილები. აი საიდან გაჩნდა ეს იდეა, რომ ამ გაჭირვების პერიოდში სხვა ბავშვ ბაღის შექმნაზე გეფიქრა? იდეა იქიდან გამიჩნდა, რომ მე ვარ მასწავლებელი და მანამდე ვმუშაობდი სოხუმში მასწავლებლად. საბავშვო ბაღში არ ყოფილვარ, მაგრამ სკოლის მასწავლებელი ხომ ვიყავი და იქიდან გამომდინარე ბავშვები ძალიან მიყვარს დღემდე მათთან კონტაქტობდა, იმითი ვცხოვრობდა, ამიტომ მინდოდა მეზრუნა მათზე და მეც გამიადვილდებოდა ალბათ. ვიღაცებსაც დავასაქმებდი, ასე ვფიქრობდი, რომ ცოტა რაღაცა და მე ყველაფერი გაკეთდებოდა. ცოტა კი არა, ძალიან ბევრი გავაკეთე მგონია. და ეს ყველაფერი რომ ვაცნობე განათლების სამინისტროს კოლეგიაზე დადასტურდა, რომ უნდა შეიქმნას დევნილთა ბაღი და ცხუნი დაარქვეს ჩემ საპატივცემულოდ. და დღემდე არსებობს. წალენჯიხის საბავშვო ბაღია, ის 7-8 წელს ზუსტად არ მახსოვს, შეუერთდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს. მეშინოდა, აი თუ არ მოეწონოთ და გაქრეს ეს ცხუნი, მაგრამ არა. იქაც დიდი პატივით მიიღეს ეს საბავშვო ბაღი, ის არსებობს დღემდე და აფხაზეთის განათლების მინისტრმა ჯანელიძემ და იმ ინსპექტორმა ქალბატონმა ციალა თოლორაიამ დამაჯილდოვეს სიგელით ლორჩი თაობის აღზრდის საქმეში მიღწეული წარმატებებისთვის. და ეს კიდევ ერთი სტიმული იყო ჩემთვის, რომ გამეგრძელებინა საქმე. 16 წელი ვიყავი მისი დირექტორი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ყავდა ცენტრის დირექტორი ქალბატონი ნატო კვარაცხელია, რომლის დროსაც ჩვენმა საბავშვო ბაღმა და მისმა თანამშრომლებმა მიიღეს ქების სიგელები. აჭრელებულია ჩვენი კედლები და ესეც ჩვენი სტიმულია და ძალიან გვიხარია, რომ მქონდა ასეთი ბედნიერება დაფასებისთვის. პირველი მხარში მდგომი ადამიანები რომ გაიხსენოთ, აი ეს განკარგულება რომ გაიცა, შექმნილი იყო საბავშვო ბაღი, დევნილთა საბავშვო ბაღი. აი პირველი ადამიანი, ვინც ესე აიტაცა თქვენი იდეა და დაგიდგა მხარში. პირველი ადამიანი მაშინ მატონი სახელს ვერ ვიხსენებ, არაჰამია იყო აქ გამგებელი და წალენჯიხაში ჯანჯღავა ბატონი. არიელ ჯანჯღავა და მისი ხელმოწერით მოხდა მომართვა მომცა და ზუსტად იმიტომ გაიხსნა ეს საბავშვო ბაღი მოთხოვნაზე მომიწერეს ხელი. ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა. ახლა ისინი როგორ დაიწყება, ძალიან აინტერესებს ალბათ მსმენელს, როგორ იწყებოდა ის შენობა გამოგიყვეს, ბრძანება გვაქვს, რამდენი თანამშრომელი იყავით და როგორ იწყებდით, აი ნულიდან თუნდაც ერთი სკამი შეტანით ამ შენობაში. თავიდან ერთი ჯგუფი შეიქმნა 20 ბავშვის შემადგენლობით, მაგრამ საზოგადოებაში აი
არ ვიცოდი რომ ასე მენდობოდნენ უცბად გამიცნეს და მოვიდნენ მეორე ჯგუფი, მესამე ჯგუფი და 97 წელს ჩვენ პირველი გამოშვება გავუშვით ამ სკოლაში ბავშვები 96-ში გავხსენით და 17 წელს უკვე პირველი გამოშვება გავუშვით. ჯერ ერთ ჯგუფიანი იყო სასტუმროს დირექტორი, მაშინ სასტუმროში გამოგვიყვეს ის ოთახი. ბატონი კვიციანი იყო, ის დაგვეხმარა. მე ამაყება რომ დღეს ცხუმი არის და აგრძელებს წარმატებულ ცხოვრებას. დღეს სხვა არის მენეჯერი, მე იმ ბაღში ვარ მეთოდისტი. მენეჯერი არის ქალბატონი ხათუნა და ის ჩემი მეგობარია. სურვილები ძალიან ბევრი მაქვს. რემონტი უკეთდება ახლა ჩვენ საბავშვო ბაღს, ამითაც ძალიან გავიხარე. მე მინდა ჩემს კოლექტივს, ქალბატონ ხათუნას, ჩემს მეგობრებს უსურვო წარმატებები. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც მე დღეს არ დამისახელებია, მაგრამ რომ არ გამომრჩეს არავინ, ამიტომ თავს შევიკავებ. მადლობა თქვენ, ვინც ყველა მიიღეთ მონაწილეობა ჩვენი ბაღის წარმატებულ ცხოვრებაში და მთელი ქალაქი ძალიან ამაყობს და აფასებს თქვენს ამაქვს და იმ ამაქვს, რაც ახალი თაობის აღზრდაში მიუძღვის ცხუმს. უბრალოდ ალბათ მაყურებელსაც აინტერესებს და მეც ძალიან ცოტა ემოციურ ფონზე უფრო მეტად რომ დაგვანახოთ მაშინდელი, აი თუნდაც შიდა სამზარეულო, რამდენად რთული იყო არაფრისგან ფაქტიურად ყველაფერი შეგექმნათ. მართალი გითხრათ, მშობლები მეხმარებოდნენ ყოველთვის. და ენთუზიაზმის დონეზე მშობლები, რამე ლიტერატურას მოძებნიდნენ, მომიტანდნენ, შეშა გჭირდებოდა, მოიტანდნენ, ღუმელი გჭირდებოდა, ვიღაცას ჰქონდა, მოჰქონდა და საოცარი მხარდაჭერა იყო მშობლებისგან, საზოგადოებისგან იყო ძალიან მაგარი მხარდაჭერა. ძალიან ბევრი ადამიანი მახსოვს გულში და არასდროს არ დამოეწყდება. ზუსტად იმათი დახმარებით შეიქმნა ეს საბავშვო ბაღი და ამიტომ ყველას დიდ მადლობას გიხდით ჩემო ჯვარელებო, რომ თქვენ ჩვენს გვერდით იყავით ყოველთვის. ძალიან მიყვარხართ და მე ამაყებით თქვენ მადლობა მოწვევისთვის, რომ მომიშვით მადლობა შევიხდით თქვენს, რომ თქვენ ამდენად მაგარი საქმე გაუკეთეთ ჯვარს. აი დღეს რომ უყურებთ ფაქტიურად თქვენი შიშველი ხელებით შექმნილ ამ უკვე ესეთ სასწავლო დაწესებულებას, რომელიც წლებია საფუძველს უყურის მომავალ თაობას განათლებაში. დღეს დღევანდელი გადმოსახედით როგორი შეგრძნებაა და რას გრძნობთ ხოლმე, თუნდაც მაშინ როცა იხსენებთ აი ამ გავლილ წარსულს, რომელიც ძალიან მე ამაყება რომ ცხუმმა ფრთები გაშალა და ის აგრძელებს როგორც იტყვიან წარმატებულ ცხოვრებას ალბათ ბაღში თავის თანამშრომლებთან ერთად. შეიცვალნენ თანამშრომლები, მაგრამ ყველა მიცის რას ნიშნავს ცხუმელობა და მე მიხარია და მე ამაყება რომ მისი დამფუძნებელი ვარ მე. ნამდვილად და თქვენნაირ ადამიანებს უფრო კარგად უნდა იცნობდეს საზოგადოება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრისთვის ხართ სტიმული თქვენი საუბრიდან გამომდინარე. რომ იპოვეთ ძალა საკუთარ თავში. აი, მინდა გთხოვოთ, ვინც დღეს არის ცოტა მძიმე თუნდაც სოციალურ მდგომარეობაში, ვისაც თუნდაც რაღაც პრობლემა აქვს, რომელსაც ვერ აგვარებს და ფიქრობს, რომ არაფრის გამოსავალი არ არსებობს. აი, იმ ადამიანებს რას ეტყოდით? როგორ უნდა იპოვონ ადამიანებმა საკუთარ თავში ძალა? აუცილებლად თუ აინტერესებთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ძალიან ბევრი დაბრკოლებაა, მაგრამ თუ აინტერესებთ აუცილებლად მიაღწევენ. მეც შიშველი ხელებით შევეჭიდე ამას და გამომივიდა, ასე რომ ყველას გამოუვა, თუ ისინი დაინტერესდებიან და თუ ხელს ჩაიქნებენ, მაშინ არაფერი არ გამოვა. ყველას შეუძლია. პირად საუბარში ახსენეთ, როცა რაღაცა პირველი ხელფასი გამოგიყვეს, ხო? აი ამაზე რომ მოგვიყვეთ. სანამ გავხსნიდი აი ოქსვანი იყო ორგანიზაცია ზუგდიდში, სანამ ამ საბავშვო ბაღს გავხსნიდი და
ისინი ძალიან შევაწუხე და ხელფასი მომცეს იმ თვეში $10. 20 იყო სულ, $10 ამსდელს მივეცი და 10 მე დავიტოვე და აი $10-ით დავიწყეთ და მე ხელფასებიც დიდი არ ყოფილა, მაგრამ ის მაშინ მაინც საკმარისი იყო ცხოვრებისთვის. შეიძლება არც იყოს საკმარისი, ახლა არც მახსოვს რას ვაკეთებდი რა, მაგრამ ამ გადასახედიდან მაინც ის ადამიანები, რომლებიც გვერდით მედგნენ, თუნდაც ჩვენი თანამშრომლები, აი მუშაობდნენ, აკეთებდნენ იმ საქმეს, იმიტომ რომ ისინი იყვნენ მასწავლებლები და იმათ უხაროდათ ამ ბავშვებთან ყოფნა. რამდენი თანამშრომელი იყავით თავიდან? კი, თავიდან ერთ ჯგუფში 3 ვიყავით. მე, ამგზდელი და თანაშემწე, მაგრამ ეს იყო სექტემბრის თვეში და იანვარში უკვე 3 ჯგუფი მყავდა, ესე იგი 9 თანამშრომელი. აი თუ იყვნენ ადამიანები, გულწრფელად რომ მიპასუხოთ, აი ვინც პესიმიზმით უყურებდა ამ თქვენს იდეას და ფიქრობდა, რომ ამ საქმისგან არაფერი არ გამოვა. ჩემს გვერდით ალბათ არ იყვნენ ასეთი ადამიანები. ყველას რაღაცის ჯეროდა. აი ყოჩაღეს მშობლები ისეთ ამბავში იყვნენ, ისინი რომ არა, ალბათ ჩვენ მარტო ვერაფერს ვერ გავაკეთებდით. დღემდე ასეთი მშობლები გვყავს, დღემდე ძალიან კარგები არიან. გვერდით გვიდგანან, იდეებსაც გვაწვდიან და ძალიან კარგები არიან. მადლობა თქვენ მშობლებო ასეთი თანადგომისთვის. ცხუმის წარმატება რომ თქვენი ოცნება და სურვილია, ეს გავიგეთ, მაგრამ ცხუმის გარდა ყველაზე დიდი სურვილი და ოცნება, რაზეც აი სადღაცას გარდამავალი წამი რომ არის ღამით, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები, აი ეს ყველაზე დიდი ოცნება რა არის თქვენი? ჩემი დიდი ოცნება აფხაზეთში დაბრუნება. როგორც ყველა დევნილის. დიახ. ყოველთვის მგონია რომ სულ მალე დავბრუნდები. როგორ გახსენდებათ სოხუმი? თითოეული ქვაფენილი მახსოვს. თითქოს ახლაც დავდივარ იქ. არ ყოფილ ხართ? არა. სხვა ეროვნების ადამიანები მეპატიჟებიან, მაგრამ რა ვიცი, არ მინდა ჩემი სახლის ნახვა. სტუმრად არ გინდათ ჩახვიდეთ? არა, სტუმრად არ მინდა. როცა საქართველოს იურისდიქცია აღსდგება, აი მაშინ წავალ თამამად და ამაყად. და ღმერთმა ინებოს რომ ეს იქნეს მალე. ჩვენ დავბრუნდებით, მე მგონია რომ ჩვენ დავბრუნდებით. აპატიეთ რომ ძალიან სენსიტიურ თემებს ვახები, მაგრამ მაინც უნდა ჩაგეკითხოთ კიდევ ერთხელ. ოჯახთანაც წამოვედიო ახსენეთ, მაგრამ არც ერთი არ არის ახლა ცოცხალი. გარდა ოჯახისა და გარდა მასწავლებლად მუშაობთ, როგორც აღნიშნეთ, გარდა სამსახურისა, რა იყო კიდევ რაც დატოვეთ და რაზეც ყველაზე ძალიან გწყდებათ გული? საფლავები არის ახლა იქ, სადაც მე არ შემიძლია მისვლა. თქვენი სახლი გადარჩენილია? სახლი, კი, სახლში თურქები ცხოვრობენ. მე მგონია უნდა იცხოვრონ, ვიდრე დაამტვრიონ და გავერანდეს მამაჩემის გაკეთებული. სანამ ჩვენ არ ვართ, უკეთესია რომ იცხოვროს ადამიანმა. ძალიან რთულია ესეთ დროს რამე თქვა და სიტყვებს თავი მოუყარო. გისურვებთ რომ დაბრუნდეთ. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს ქალაქს ძალიან გჭირდებით, მაგრამ თქვენი მშობლიური ქალაქი უფრო ძალიან გჭირდებათ და გაიხარით. გისურვებთ რომ ერთიანები ვიყოთ და არ არსებობდეს არანაირი გამყოფი ხაზი. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. სასაუბრო თემები თქვენთან ალბათ არასდროს არ მოიწურება. უბრალოდ თქვენს ძალიან განერვიულეთ და მიხვდებოდა კიდეც ხმაზე მსმენელი, რომ რამოდენიმეჯერ ცრემლიც მოგერიათ და მეც მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არ ყოფილ ვარ აფხაზეთში, ჩემთვისაც და ჩემი თაობისთვისაც ეს ტკივილია და უბრალოდ მოგონებათ დარჩენილი იყოს ჩვენი ტკივილები. დაბრუნებას გისურვებთ, ბევრ წარმატებას გისურვებთ თქვენ. გაიხარეთ, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და თქვენ მოგიწევთ იქ სტუმრად. ძალიან დიდი მადლობა. ყველას მოგიწევთ ალბათ. თქვენი აღზრდილები ჩაიყვანეთ შემდეგ აფხაზეთში. გაიხარეთ. წარმატებებით ცხუმს.
ბევრი მადლობა. აღსაზრდელი, ბევრი კმაყოფილი მშობელი და ყველა ის ოცნება, რომელიც ცხუმის დამფუძნებელს აი ესე ყოველთვის გულში დაუდის, ყველა ოცნება აღსრულებოდეთ. სულ წინი არათ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს მსმენელს კი შევახსენებ, რომ საბავშვო ბაღის, დევნილთა საბავშვო ბაღის ცხუმის დამფუძნებელი ქალბატონი ლეილა ბუთბაია გახდათ ჩვენი სტუმარი. თქვენ უსმენთ ჯვარის ხმას და სტუდიაში თქვენთვის მარიამ შეროზია ვმუშაობდი. მომავალ შეხვედრამდე.